na panscini, pszenicу жала, втомилася, не спочивать пішла в снопи, пошкандибала Івана сина годувати. Воно сповідає, кричало у холодочку за снопом. Розповіла, нагодувала, попестила, і ніби сном над сіном сидя задрімала. І сниться їх той син Іван, і уродливий, і багатий, не одинокий, а жонатий. На вольних бачиться, бо й сам уже не панський, а на волі, та на своїм веселім полі свою таки пшеницю жнуть, а діточки обід несуть. І усміхнулася небога, проснулася, нема нічого. На сина глянула, взяла, його тихенько сповіла, та щоб дожать до ланового ще копу доженать пішла. ბატონის ველზე პურს მკიდა ქალი, ვერ მოისვენა მან ცხარე მკაში, უკანასკნელი იღონა ძალი, წავიდა, სადაც დასტოვა ბავშვი. ძნებს იქით ჩრილში უწვა ივანე, ტირალს არტახი შეუხსნა იმან. ძუძუ ალერსით მოაწავინა და შეუმჩნევლად იქვე ჩასთვლიმა. შვილი ივანე სიზმარში ნახა, წარმოსადეგი და მდიდარია. უკვე ცოლი ჰყავს, აღარ არის ყმა და თავისუფალს ესუხარია. ხალისით ორნი თავის ყანაში პურს მკიან. შვილებს მოაქვთ სადილი. ტკბილი ღიმილით მიიკრა ბავშვი. და აქ დასრულდა მომკელის ძილი. გამოეღვიძა, გააქრა სიზმარი. დახედა ივანს და აიყვანა. საჩქაროდ შეჰკრა და მარჯვე მხარი გაშალა. პურის უცდიდა ყანა. სურს მოათავოს ხვედრი სამკალი. სანამ მოურავს, არ ხედავს თვალი.